და ახალგაზრდა ქართველი მაყურებლები ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების მონაწილეები გახდნენ. ევროპის 25 ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებაში საქართველოდან 12-დან 14 წლამდე 60 ბავშვი მონაწილეობდა. ისინი თავად იყვნენ ჟიურის წევრები, განიხილეს ფილმები და დღის ბოლოს რჩეულებიც გამოავლინეს. ეროვნული კინოცენტრის ძალისხმევით თბილისი ამ ღონისძიებაში უკვე მეორედ მონაწილეობს. ფილმები იყო მოწოდებული გერმანიის მიერ. ეს არის ნომინაციაში გასული 3 ფილმი, რომელიც ერთ ევროპაში გადაღებული საბავშვო ფილმებიდან 3 ფილმი. ეს ფილმები დასახელებულია და მთელი 25 ქვეყანა უყურებს და იძლევა, ესე ვთქვათ, ხმის მიცემა ხდება თითოეულ ქვეყანაში და იკრიბება საბოლოო ჯამი 25 ქვეყნის და გამოავლენენ საბავშვო ოსკარს. ბავშვებმა ნახეს 3 ფილმი. ეს არის მათი ასაკობრივი კატეგორიის შესაფერისი ფილმები, საბავშვო პრობლემები. შემდეგ იყო ყოველი ფილმის ასე იგი დამთავრების შემდეგ იყო დისკუსიები, ისინი ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ აზრებს, დებატებში შევიდნენ, მიიჩვიენ რომ მოისმინონ საწინააღმდეგო აზრი და ძალიან საინტერესო პროცესი იყო ეს და აი საბოლოოდ ახლა დაადგინეს და ხმამაღლა გამოცხადდება გამარჯვებული ფილმი. თბილისში გამარჯვებული ფილმი და სახელმწიფოს გამოცხადება უკვე ევროპის მასშტაბით გამარჯვებული ფილმი. დღეს 3 ძალიან კარგი ფილმი ნახეს, ანუ არჩევანი არ გამჭირვებია მაინც ადვილად გამოარჩინა, მაგრამ ძალიან კარგი 3 ფილმია.